გრიგოლეთში სამკურნალო მაგნიტურ პლაჟზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვები და ქვიშა დაყარა. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მათი თქმით, ეს ცუდად მოქმედებს დამსვენებლებზე. დამსვენებლები კი ტაბულასთან ამბობენ, რომ ქვების გამო პლაჟი არაკომფორტული გახდა. ხრეშები რომ მე საერთოდ არ მიყვანს, ვერ ვეგუები ხრეშებს და ამიტომ ჩემთვის არაკომფორტულია, ქვიშა უფრო უკეთესია. ვის როგორ ალბათ. ძალიან კარგი იყო აქ ყოველთვის და ამ ქვებმა ძალიან შეცვარა აქაურობა. ქვიშიანი სანაპირო იყო ყოველთვის და კარგი დასასვენებელი და აღარ არის ისე კომფორტი. ცუდად მოქმედებს დამსვენებლებზეც, მაგრამ ალბათ მომავალში საუკეთესო პლაჟი იქნება. მომავალში ნაპირსამაგრი გაკეთებულია, ჩაყრილია, სამაგრები გამაგრებულია უკვე და მომავალში უკვე რატომ იყო საჭირო თუ იცი? შემოიწია ზღვა. ძალიან შემოიწია. ლანჩხუთის გამგეობაში განმარტავენ, რომ ქვების დაყრის მიზეზი ნაპირსამაგრის სამუშაოებია. ნუგზარ ცინცაძის თქმით, დროთა განმავლობაში სამკურნალო ქვიშა აღდგება. იყო ძალიან საშიში მდგომარეობა, ნაპირი ინგრეოდა. ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტები, უბრალოდ გზების დეპარტამენტის მიერ იქნა მოწვეული ეს სპეციალისტები და ალტერნატივა სხვა იმისა პრეცედენტი არ არსებობს სოფლიოში, სხვანაირად გამააგდეს სანაპირო. და მოხდა ეს დასკვნებიდებს გზების დეპარტამენტში შესაბამის სამსახურებში, რომ სხვანაირად ამ პლაჟის და ამ სანაპიროს გამაგრება არ შეიძლებოდა, ალტერნატივა არ არსებობს ამის გარდა. და ამიტომ მოხდა ეს. ჩვენ არ შეგვაქვს ეს ტენდერი გამოაცხადა გზების დეპარტამენტმა და ის მიხედვით მოხდა ამის გაკეთება, მაგრამ ის თავისთავად ეს ბუნებრივი მოვლენა და თავისთავად წლების შემდეგ ზღვა თვითონ გამოიტანს ამ ქვიშას და შეივსება ეს ადგილი. სანაპირო ზოლი მოხეთქა და წაიღო წყალმა, ზღვამ. და ნაპირსამაგრია გაკეთებული, ეს ჩვეულებრივი მეთოდია, ერთ-ერთი მეთოდაგანი, რომ მოაქვთ ეს ინერტიული მასალა ყრიან და დროთა განმავლობაში შტორმის შემდეგ ხდება მისი გასწორება. ქვევით ჩავა და ზევით ამოდის ქვიშა და აღდგება ნელ-ნელა. კი, აღდგება. ეს ნატანებიდან მოაქვთ მდინარიდან და ზუსტად იგივე ქიმიური შემადგენლობა აქვს მდინარე ნატანებს და მდინარე სუფსას, რაც აქვს პლაჟის ქვიშა. გრიგოლეთის პლაჟი მაგნეტიტური ქვიშისაგან, მაგნეტიტის, ტიტან მაგნეტიტისა და ილმენიტის წვრილი მარცვლებისა და სხვა ქანების ნამსხვრევებისაგან შედგება. შემცველობა დასაშვები ნორმის ფარგლებშია და სამედიცინო დასკვნების შესაბამისად მაღალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.